არ უნდა ვჭამოთ 6-ის მერე. ტკბილეული ამოვიღოთ, პური შევზღუდოთ. მხოლოდ ერთხელ უნდა მოვაწყოთ კვირაში cheat day, დარღვევის დღე ეგრეთ წოდებული. როდესაც ჯანსაღყვებას ვიწყებთ, ძალიან ბევრი წესი შემოდის ერთად. და საერთოდ, როდესაც ჯანსაღყვებას მივყვებით, მაშინაც ძალიან ბევრი წესი არსებობს, რომელიც უნდა დავიცვათ, რომელსაც აუცილებლად უნდა მივყვეთ. მაგრამ დავსვათ ერთი კითხვა. ეს წესები საერთოდ გვჭირდება თუ არ გვჭირდება, საიდან მოდის ეს წესები და იქნებ სწორედ ეს წესებია ის, რატომაც ჩვენთვის ჯანსაღი კვება ხდება შეუძლებელი და ამ წესების სიმრავლე. გამარჯობა, მე ვარ ელენე. ეს არის ჩემი YouTube არხი, სადაც ვსაუბრობ ყველაფერზე, რაც ეხება ჯანსაღ ცხოვრებას, ჯანსაღ კვებას და რაც დაგვეხმარება, რომ უფრო გავამყაროთ ჩვენი საკვები, ჩვენი კავშირი საკვებთან, უფრო მეტად მარტივი და მსუბუქი გავხადოთ ეს პროცესი. და რა თქმა უნდა, შევიყვაროთ ჯანსაღი კვება. დღეს მინდა ვილაპარაკო ამ წესებზე, საიდან მოდის, რა წყაროები გვიდგენენ ამ წესებს, საერთოდ უნდა მივყვეთ თუ არა, თუ არ უნდა მივყვეთ, რომელი უფრო ჯანსაღი არის ამ ყველა წესის დაცვა თუ არც ერთი წესის არ დაცვა და საერთოდ დავიწყება. და რა გამოსავალი არსებობს, რომ უფრო შევამსუბუქოთ და გავამარტივოთ ჩვენთვის ჯანსაღი კვება. მინდა პირველ რიგში დავიწყო იმით, რომ ადამიანებს, რომლებიც ვირჩევთ ჯანსაღ ცხოვრებას და ჯანსაღ კვებას, გგონია, რომ ეს ჯანსაღი ცხოვრება არის წესების მიყოლა. რაც არის ადამიანები, რომლებიც იწყებენ ჯანსაღ ცხოვრებას, ან ჯანსაღ კვებას, ან რომლებიც უკვე არიან ჯანსაღ ცხოვრებაში, თითქოს ფიქრობენ, რომ ჯანსაღი კვების მიყოლა არის გარკვეული წესების დაცვა. ნახშირწყლების არ მიღება, დასაწყისში რაც ჩამოთვალე და პლუს ნახშირწყლების არ მიღება, 2 ლიტრი წყლის დალევა, პროცესირებული საკვების საერთოდ ამოღება, იმიტომ რომ მავნებელია ჩვენი ორგანიზმისთვის. ყოველ 3 საათში ერთხელ კვება, საერთოდ ხემსის არ ქონა, ხემსის ჩართვა პირიქით ყოველდღიურად, იმიტომ რომ დღეში 5 ჯერ უნდა ვჭამოთ, დღეში 6 ჯერ უნდა ვჭამოთ. ჩვენთვის ეს უფრო უკეთესია ჩვენი ორგანიზმისთვის. უამრავი წესი არსებობს ჯანსაღ კვებასთან დაკავშირებით. ჯერ ერთი რომ ყველას თავისი წესები აქვს და მეორე ჩვენ რომელი უნდა გავითვალისწინოთ და რომელი უნდა მოვირგოთ, ეგ მეორე კითხვა არის. საიდან მოდის ხომ ეს წესები, რომ დავაკვირდეთ? პირველი ყველაზე აქტიური არის სოციალური მედია, სადაც ყველა ვინც გამოდის და ვინც საუბრობს ჯანსაღ კვებაზე, ძალიან თავდაჯერებული არის თავის წესებში და ძალიან თავდაჯერებულად გვეუბნება, რას უნდა მივყვეთ, რას არ უნდა მივყვეთ და რა უნდა დავიცვათ და რა არ უნდა დავიცვათ. მეორე, ეს არის დიეტის კულტურა, რომელიც გვეუბნება, რომ შენ თუ გინდა ეს დიეტა დაიცვა, ამ დიეტას აქვს ესეთი წესები და ამ წესს უნდა მიყვე, ამ წესს უნდა მიყვე, ამ წესს უნდა მიყვე. დიეტის კულტურას კიდევ შევეხები. მესამე არის მეგობრები. მაგალითად, ჩემმა მეგობარმა დაიკლო 10 კილოგრამი, როდესაც მიყვებოდა ამ კონკრეტულ წესს, მაგალითად არ ჭამდა ნახშირწყლებს და ეს გამოსადეგი წესია, მეც უნდა მივყვე ამას. და ასევე, რაც არის ჩვენი თავიდან გამომდინარე წესი, რომელსაც ჩვენი გამოცდილებიდან ვამტკიცებთ. მაგალითად, მე დღეს არ შევჭამე პური, ამან ხვალ მეორე დღეს დავინახე, რომ მქონდა -500 გრამი და თქვათ ერთ დღეს მოხდა ეს ფაქტი, მეორე დღესაც, სხვა დღეს კიდევ და ჩემთვის ეს წესი შემოვიღე, რომ მე რო ვჭამ პურს, ესე იგი ამის გამო ვსუქდები. ამაში შეიძლება რაღაც გარკვეული ლოგიკური კავშირი იყოს, მაგრამ ეს არის გაურკვეველი წესი, რომელიც შეიძლება დავამკვიდროთ ჩვენს ცხოვრებაში და თუ ერთხელ იმუშავა ამ წესმა ჩვენთვის, სხვისთვის, თუ ვინმეზე მოგვიყვნენ, რომ ამ წესმა იმუშავა, გაამართლა, ეს არის ან ვინმე კომპეტენტურისგან გვესმის, რომ ეს ის წესია, რომელიც ჯანსაღი კვების დროს, ჯანსაღი ცხოვრების დროს უნდა დავიცვათ, ჩვენ ვირჩევთ ამ წესს და მივყვებით ამ წესს ბოლომდე და თან როგორ მივყვებით, ვაქცევთ კანონად. ამას თუ გადავუხვიეთ,
ჩვენთვის დასრულებულია. ჩვენ აღარ ვართ ჯანსაღი კვების მიმდევრები, აღარ ვართ ჯანსაღი ცხოვრების მიმდევრები და დანაშაულის გრძნობა შემოდის. დანაშაულის გრძნობაზე დღეს არ ვისაუბრებ, უფრო წესებზე მექნება საუბარი, თუმცა მიხსენებია კიდევაც დანაშაული გრძნობის შემოსვლა ცხოვრებაში და რატომ მოქმედებს ჩვენზე უარყოფითად და რატომ ვერ მივდივართ ამის გამო იმ მიზნამდე, რაც დასახული გვაქვს. რატომ არის ეს წესები ესეთი მიმზიდველი და რატომ ვირჩევთ, რომ მივყვეთ მათ? იმის გამო, რომ ეს წესები გვაძლევენ მიმართულებას, საით უნდა წავიდეთ, გვიმარტივებენ ცხოვრებას და გვეუბნებიან, რომ მე გეუბნები, რომ ეს არის სწორი და მიყევი ამას, თითქოს გვაშორებენ თავიდან გაურკვევლობას იქამდე, სანამ ეს წესები არ მოგვაქცევს ჩარჩოებში და არ შეგუსხუდავს და უფრო მეტ პრობლემას არ გამოიწვევს, ვიდრე გამარტივებას ჩვენი ცხოვრების. და კიდევ რასაც აკეთებს ეს წესები არის ის, რომ პასუხისმგებლობას გვაშორებს. ანუ თუ წესი არის ის, რომ მე თუ მივყვები 6-ის მერე არ ჭამას, ეს მომცემს შედეგს, ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა ამ წესზე გადადის და თითქოს ეს წესი ჩემ შემთხვევაში არ მუშაობს. იქ დანაშაულის შეგრძნება შემოდის, რომ მე რაღაცას ვერ მივყევი, ვერ დავიცავი, მაგრამ იქნებ ეს არასწორია. არა ნახშირწყლების ამოღებით არაფერი არ შველის და ამ შემთხვევაში ამ წესზე გადადის ეს პასუხისმგებლობა, მაგრამ ვიზე უნდა იყოს პასუხისმგებლობა თუ არა ჩვენს თავზე, როდესაც ჩვენს ხეულს, ჩვენს კვებას და ჩვენს ცხოვრებას ეხება საქმე. ამ წესების გამო არის რატომაც დიეტები არის მიმზიდველი, იმიტომ რომ გვთავაზობენ დიეტები მარტივ გამოსავალს. ყველა დიეტას აქვს თავისი წესი და გვეუბნება, რომ შენ თუ ამ წესებს დაიცავ ამ დიეტის ფარგლებში, შენ მიხვალ შედეგამდე და ადამიანებისთვის ეს არის მარტივი გამოსავალი. მაგრამ აქ შემოდის ერთი ფაქტორი, რომ ამ წესების მიყოლა რას აკეთებს ჩვენთვის? წესების დაცვა, წესების მიყოლა მუდმივად გვაშორებს საკუთარ თავს და გვართმევს თავისუფალ ნებას. შეიძლება იკითხოთ და დავსვათ ეს კითხვაც, რომ უნდა გქონდეს კი საერთოდ თავისუფალი ნება. თავისუფალი ნება რომ გქონდეს, ხომ ძალიან ბევრ რამეს დავარღვევთ. მე რომ მიმიშვა, აი ეს ფრაზა, მე რომ მიმიშვა, რასაც მინდა იმას შევჭამ, რასაც მინდა იმათ გადავჭამ და კი ბატონო, რატომაც არა? ეს ხომ შენი ნება არის, რამდენი ხანი უნდა მიყვე ამ წესებს, მთელი ცხოვრება ჯერ გაგიჭირდება. მე რატომაც არა რომ თავისუფალი ნება გქონდეს, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ საჭირო არის ჯანსაღი კვებისაც გრძელვადიანად, რომ საკუთარ სხეულთან გქონდეს კავშირი აღდგენილი, ვიცოდეთ რას, როგორ, როდის ვჭამთ, გვესმოდეს ჩვენი შიმშილის სიგნალების, დანაკლების სიგნალების, გვესმოდებს რომელი საკვები გვანიჭებს სიამოვნებას და ის იმ მომენტში მივიღოთ და არა ის, რომ მე დღეს ცილა მაქვს აუცილებლად მისაღები და იქნებ სულ არ სიამოვნებს ის ცილა იმ დღეს და იმ რაოდენობით ცილა, რომელიც გაწერილი მაქვს წესის მიხედვით ჯანსაღი კვებიდან გამომდინარე. ჩვენ მოქმედებთ ამ წესებით, მივყვებით ამ წესებს ბრმად, ისე რომ საკუთარ სხეულს არ ვაკვირდებით, რა მოთხოვნილებები აქვს და იმის მაგივრად, რომ ამ წესებიდან ვისწავლოთ და რაღაცავით ვიცოთ და ჩვენ ცხოვრებაში დავნერგოთ, უბრალოდ ვიზეპირებთ. უბრალოდ ვიზეპირებთ და ვინდა რომ ჩვენი ცხოვრების ნაწილი გახდეს ეს წესები თლიანად, ანუ ყველანაირი მოდიფიკაციის, ყველანაირი ცვლილების გარეშე, რაც მე რა თქმა უნდა ქმნის პრობლემას. რა თქმა უნდა, წესები არსებობს, ოღონდ წესებს არ დავარქმევ. ეს არის რეკომენდაციები ჯანსაღი კვებისას. რა თქმა უნდა, რომ ცილა მნიშვნელოვანია. ხილი დაბოსტნეული ჯანმრთელობისთვის კარგია. საკმარისი ძილი საჭირო არის. პროცესირებული საკვები ნაკლებად უნდა ვჭამოთ. ტკბილეული შეზღუდვა უმჯობესია. საკმარისი ბოჭკო უნდა მივიღოთ. ვიმოძრაოთ დღის განმავლობაში და დავტვირთოთ ჩვენი სხეული. რა თქმა უნდა, არსებობს ეს წესები, არა და რეკომენდაციები, რომელსაც უმჯობესია რომ მივყვეთ თუ გვინდა ჯანსაღი ცხოვრება, ჯანსაღი სხეული და ჯანსაღი მომავალიც. მაგრამ ეს არ არის წესები, როგორც უკვე ვთქვი,
და არ არის ესე ვთქვათ ბრძანებები, რომელგანაც გადახვევა არ შეგვიძლია და არ უნდა შეგვეძლოს. თუ ეს რეკომენდაციები შენს ცხოვრებას არ ერგება, ვერ ჯდება შენს რუტინაში, მაგ შემთხვევაში ჯობია რომ არ დანერგოთ ეს რეკომენდაციები და ეს წესები, ესე ვთქვათ. იმიტომ რომ მაგალითად როგორ შეიძლება ადამიანს ვუთხრათ, რომელიც 9-ზე ამთავრებს თავის სამუშაო დღეს და არის დაღლილი, მშიერი, რაღაც ენერგია ესაჭიროება, ვუთხრათ რომ და არ მიუღია, ხო? დღის განმავლობაში საჭირო ენერგია, ვუთხრათ რომ შენ არ უნდა ჭამო, იმიტომ რომ 6 უკვე გადაშორდა. ან იმიტომ რომ უკვე საღამო არის 9-ზე რო შეჭამ, მერე გაგირთულდება დაძინება, მეორე დღეს შეიძლება შეშუპებული იყო, უფრო ბერილმა გაიღვიძო. კი, საღამოს კვებას გარკვეული სიმპტომები მოაქვს, ეს სიმპტომები, რომელიც ჩამოვთვალე, მაგრამ იმ ადამიანის პრიორიტეტი არის, რომ იმუშაოს იმ 9-მდე, იმანი ცხოვრებაში ის ეტაპი აირჩია, რომ 9-მდე უნდა იმუშაოს. მაგ შემთხვევაში შენ ამას ვერ ეტყვი, უბრალოდ ეტყვი, რომ შენი არჩევანი გაძლევს იმის საშუალებას, შენი არჩევანი გაძლევს ესეთ მოცემულობას, რომ შენ შეიძლება მეორე დღეს უფრო მეტად იყო შებერილი, ვიდრე შენი მეგობარი, რომელიც 6-ის მერე, 7-ის მერე აღარ ჭამს და რომელიც უფრო ადრე ამთავრებს ჭამის ფანჯარას. თუ ეს რეკომენდაციები არ შეგიმსუბუქებს ცხოვრებას, არ შემოიტანს სიმშვიდეს, პირიქით უფრო მეტად შემოიტანს სტრესს, დაძაბულობას, იმიტომ რომ ვერ დაიცავი, ვერ მიყევი, დანაშაული შეგრძნება შემოვიდა და გაგირთულა ეს ცხოვრება, ესეთი რეკომენდაციის მიყოლას რა აზრი აქვს და ესეთი წესების დაცვას. ჩვენ იმიტომ გვინდა ჯანსაღად კვება და ჯანსაღი ცხოვრება, რომ კარგად ვიგრძნოთ თავი, ხო? რატო ქვია ჯანსაღი, რომ არა მარტო საჭმელი არის რაღაც გარკვეულ ტიპს ქვია ჯანსაღი, არამედ ყველაფერს მოიაზრებს ეს ჯანსაღი ცხოვრება, რომ ჩვენ საბოლოოდ კარგად გრძნობდეთ თავს და გავიუმჯობესოთ ჩვენი ცხოვრების ხარისხი და არა პირიქით, იმიტომ რომ რაღაცას ვერ ვაკეთებთ და ვერ მიუყვებით სხვის დაწერილ წესებს, ამიტომ გავირთულოთ და გავიპრობლემატუროთ ცხოვრება. კიდევ ერთი გამოსავალი აქაც შეიძლება იყოს ის, რომ არ ვთქვათ, არასდროს არ გავაკეთებ. არასდროს არ გავაკეთებ, იმიტომ რომ ეს მავნებელია და ჯანსაღი მავნებელს არ მოიაზრებს. როგორც უკვე ვთქვი, ჯანსაღი თავის თავში მოიცავს იმას, რომ ჩვენ გრძნობდეთ თავს კარგად და არასდროს არ უნდა ვთქვათ საკვებზე, მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ ვიცით, რომ მავნებელი არის ალკოჰოლი, რაფინირებული შაქარი, ტკბილეული, მავნებელი არის და უარყოფითად შეიძლება მოქმედებს ჩვენს კურჭ-ნაწლავზე და ჩვენს სხეულზე, ცომეული, პროცესირებული საკვები, ვიცით, დამტკიცებულია, რომ ეს მავნებელია, მაგრამ ამის შეზღუდვა არ ვცხოვრობთ ჩვენ ისეთ საზოგადოებაში, სადაც თავისუფლად შეგვიძლია ამ ყველაფრის ამოღება და გვინდა არ გვინდა ჩვენზე ისეთი ფაქტორები ახდენს გავლენას, რომელსაც ჩვენ ჯერჯერობით ვერ ვაკონტროლებთ. ან ის რომ ამის გაკონტროლება შევძლოთ, გრძელვადიანი პროცესის შედეგია და მარტივად ვერ ჩავრთავთ ჩვენს ცხოვრებაში. იმის მაგივრად რომ ვთქვათ არასდროს, ვთქვათ რომ უმეტესად მე შევჭამ ჯანსაღს, უმეტესად მე შევჭამ ხილს, უმეტესად შევჭამ ბოსტნეულს და შევჭამ ხანდახან იმ ტკბილს. ანუ კი არ ვიყუროთ აი ნაკლებობის გადმოსახედიდან რომ რაღაცას არ ვაკეთებთ, არამედ პირიქით ჩვენ ვაკეთებთ, კარგს ვაკეთებთ. ჩვენ ანუ არაჯანსაღს კი არ ვთმობთ, არა პირიქით ჩვენ ჯანსაღი შემოგვაქვს დიდი რაოდენობით. ნაკლებობის გადმოსახედიდან არ უნდა შევხედოთ ჯანსაღ კვებას. პირიქით, რამდენ რამეს ვიმატებთ ამ ჯანსაღი კვებისას, ხომ? რამდენი პროდუქტი შემოდის, რამდენი საკვები შემოდის და როგორი მრავალფეროვანი არის ჯანსაღი საკვები და როგორი ნაცრისფერი ერთფეროვანი და უმნიშვნელო ხდება არაჯანსაღი კვება, როდესაც ჩვენ ჯანსაღ ცხოვრებას ვიწყებთ. ამიტომ ჯანსაღი კვების ვერ დაცვა, ვერ მიყოლა, სულაც არ არის არ ცოდნაზე
კვლევაზე, სულაც არ არის იმაზე, რომ ჩვენ ნებისყოფა არ გვაქვს, мотиваცია არ გვაქვს, ვერ ვაკეთებთ ჩვენს გასაკეთებელს. ეს შეიძლება სულაც იმის ფაქტორი იყოს, რომ ძალიან ბევრ პასუხისმგებლობას ვკიდებთ ჩვენ საკუთარ თავს, ბევრი წესი შემოდის, რომელიც ჩვენთვის უცხოა და ახალია და ეს უცხო და ახალი წესები უნდა დავნერგოთ ნელ-ნელა და არა ერთობლივად და უნდა მოვარგოთ ჩვენს ცხოვრებას. რა თქმა უნდა. მადლობა, ვინც ამ ეპიზოდს უყურეთ, გამოიწერეთ ჩემი არხი, დამიტოვეთ კომენტარები, დაალაიქეთ აუცილებლად ეს ვიდეო და შევხვდებით მომდევნო ვიდეოში.